არის ჩვეულებრივი კრემლის მეთოდი, რომ შექმნას აურზაური, შექმნას ქაოსი, საინფორმაციო ქაოსი, შეთხზას ამბები, რომ აი ჩვენ ვიმყოფებით რაღაცა საერთაშორისო ტერორიზმისა და საერთაშორისო შეთქმულების ალყაში და ამას ავითარებენ ხო რაღაც deep state-ი ებძვის ბიზინა ივანიშვილს და მის ბანდას. deep state-მა ყველა დაამარცხა, რა ვიცი, ევროკავშირის ყველა ქვეყანა დაამარცხა, რა ვიცი, ხა ამერიკაშიც მძვინვარებს და აი ბიზინა ივანიშვილი და კობახიძე ვერ დაამარცხეს და აი სიკინჭილაშვილები ესენი ვერ დაამარცხა brics state-მა. დანარჩენი თელი მსოფლიო დაამარცხა deep state-მა. ეხლა იმაზე ვლაპარაკობთ, აი თავის დროზე რო ვითომ ამოთხარეს, კასრები რო ამოთხარეს, ხო? ის კასრები რა იყო შიგნით იარაღი რატო იდო? ის იყო თავდაცვითი ზღუდე იმ შემთხვევაში თუ კი მტერი შემოვიდოდა გარკვეულ ასე ვთქვათ მანძილზე ჩვენს შესაბამის შეერაღებულ ფორმირებებს და პარტიზანულ ასე ვთქვათ პარტიზანულად გადაქცეულ ფორმირებებს ქონოდათ ადგილი, სადაც მონახავდნენ იარაღს და გამოიყენებდნენ იმას მტრის წინააღმდეგ. ჩვეულებრივ ჩვენი პატარა ტერიტორიის მქონე ქვეყნისთვის, სადაც უკან დახევის გზა აღარც გაქვს. მტერი თუ შემოვიდა 10 კილომეტრი, მოსულია უკვე თბილისამდე, ხო, აქ ცხინვალიდან რომ მოვიდეს, ხო? შესაბამისად, ბუნებრივია თავდაცვის სამინისტრო ინახავდა გარკვეული სამალავები ქონდა, რომელიც ცნობილი იყო მხოლოდ ასე ვთქვათ გარკვეული ქვედანაყოფებისთვის, რომ მტრის ზურგში ემოქმედათ. ამათმა ამოიღეს და გაასაღეს, რომ აი რაღაცა საშინელებები, უბედურებები ხდებოდა, იქ ჩადეს რაღაცა ის ფირები ვითომ და აი 26000 ქართველი ვაჟკაცის გაუპატიურების კადრები. აი ეს ამბავი როგორც ციხის სცენა დადგეს, არა ის, რომელიც ნამდვილი იყო და სისასტიკეს ასახავდა, რა თქმა უნდა, რომელიც დასაგმობი იყო და რისთვისაც დაიჭირეს და დააპატიმრეს, მაშინ ადამიანებმა არავისთვის, ასე ვთქვათ, რაღაცა შედეგი არ ქონია, მაგრამ აი ეს მეორე, რაც თვითონ თქვეს, თვითონაც აღიარეს, რომ დადგმული იყო ეს ცოცხის სცენები, ხო? აი ეს ყველაფერი მართალი და მტყუანი რეალური ფაქტი და დადგმული უნდა აზილონ ერთმანეთში, რომ ეს ყველაფერი წარმოაჩინონ, რაღაც საშინელება ხდება, რომ აი ივანიშვილის რეჟიმს ებძვის თელი მსოფლიო, თელი deep state-ი და აი ეს აი თვითონ მაგრად განან და იცავენ საქართველოს სუვერენიტეტს. და დანარჩენი ყველა არის ჩვენი მტერი და მათ შორის თურმე აი ამ deep states და აი ამ რაღაცა გარეშე ძალებს ყოლიათ აქ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, მედია, ყოლიათ თავისი აგენტურა. ეხლა კალაძე ლაპარაკობდა, რომ აბარაო, ანუ აუკრძალეს ხალხს პარლამენტში კენჭის ყრა იმ ადამიანებს, რომლებიც თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, ანუ განათლება აქვს, ცოდნა აქვს, ენა იცის, თავისი პროფილის, ასე ვთქვათ, სპეციალიზაცია აქვს, ხო? და ანუ ერთ-ერთი საუკეთესო კადრები, რომლებიც ბუნებრივია ხა სადმიდიან, სადაც მაღალი ანაზღაურება და სადაც საინტერესო სამუშაოა, ხო? არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომელსაც ბუნებრივია ძირითადად ეხმარებიან ჩვენი მეგობრები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ნატო. აუკრძალეს არჩევნებში მონაწილეობა. იმათ თურმე იმ ბრალდებით, რომ ისინი არიან აგენტურა, თურმე იმათ არ უნდა ქონდეთ უფლება, კონსტიტუციური უფლება, რომ არჩეული იყვნენ საქართველოს პარლამენტში. ხო, თვითონ საქართველოს პარლამენტის ღევანდელი თავმჯდომარე თავად იყო, მაგ წიაღიდან თავად არის. ეგ თავიდანვე, ეხლა რას ვამბობ? ამას ისე ლაპარაკობენ, გეგონება თვითონ არიან რაღაც არასამთავრობო ორგანიზაცია ან ოპოზიცია. შედალოცვილო, შემამაცხონებულო და მართლა ვირეშმაკა მაიმუნო შენა. რომ ლაპარაკობ ამ ადამიანებზე, რომ აგენტურა არიანო, თუ აგენტურა არიან, დააკავე. აგენტურული საქმიანობა ისჯება. დააკავე, წარადგინე სასამართლოში და დაუმტკიცე. სასამართლოთი, ოღონდ სამართლიანი სასამართლოთი, ისე არა, როგორც ჭყალებში ამტკიცებენ. რომ აგენტია და იმას აუკრძალ, ის ციხეში იჯდება, ის პარლამენტში ვერ მოხვდება, მაგრამ რას ნიშნავს? ესე უბრალოდ ყველას მიაწებო იარლიყი, რომ აი აგენტურაა და ამიტომ შენ საკმარისია ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდე, უკვე გამოგაცხადონ აგენტად. აი საერთოდ წარმოუდგენია ესეთ რაღაცას პუტინიც კი არაკეთებს. და ლუკაშენკოს არაკეთებს. აი პუტინს ეხლა ყავს, კი, იქ შეიძლება გაცილებით სუსტია და ყველაფერი, აი ახლა არჩევნები აქვს სექტემბერში. აი იაბლოკო არის პარტია, რომელიც დაარეგისტრირეს, კი არ აკრძალეს, სხვები კი აკრძალეს, მაგრამ ერთ-ერთი პარტია, რომელიც ამბობს, რომ ომის წინააღმდეგია. ანუ ახლა მთელი ეს თავისი იდეოლოგია პუტინს ამ ომზეა, ხო, აგებული, რომ თურმე ეს ომი რო არ დაეწყო, რუსეთი დაიშლებოდა, ხო?
ისიც კი ამ ასეთი დონის ნაძირლობას არ ჩადის. ანუ თავარი ოპონენტები, ვინც არის, პარტიები ხო უნდა გააუქმონ და ახლა ინდივიდუალურად ადამიანები, რომლებიც თავისი განათლებიდან გამომდინარე, ცოდნიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, კომპეტენტურები არიან და მართლა ვინ თუ კი ხალხი აერჩევს, გამოადგებოდა საქართველოს პარლამენტს, ეხლა იმათაც უკრძალავენ კონსტიტუციურ უფლებას. გიორგი, აი თქვენ ეხლა თავადვე წარმოუდგენელი ამბავია. თემას, რაზეც მინდოდა რომ კითხვა დამესვა აუცილებლად არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა ერთი ეგ მიმართულება და მეორე ოფიციალური სარჩელი, რომელიც არის საკონსტიტუციო სასამართლოში შესული და ასაკრძალ პარტიათა შორის ნომერ პირველი არის რა თქმა უნდა ნაციონალური მოძრაობა. როდესაც სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ქმნის საბჭოს, ამ პარტიის დამფუძნებელმა თქვა, რომ ქმნის რეფორმატორთა საბჭოს, მაშინ ერთ-ერთი ვერსია, რაც მე პირადად დავუშვი, ხომ არ მიდის მზადება თქო მიხეილ სააკაშვილის მხრიდან თუ კი აიკრძალება ნაციონალური მოძრაობა, რომ ახალი ფორმატი, ახალი გუნდი და არა ის ხალხი, ვინც პარტიას წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას, არამედ სხვა ხალხით გავიდნენ, ან იყვნენ მზად არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, იმიტომ რომ თუ აიკრძალება სხვადასხვა პარტია და მათ შორის ნომერ პირველი ნაციონალური მოძრაობა, იყოს გამზადებული სულ სხვა გუნდი, რომელიც შევა არჩევნებში. აი, აქვს მე მგონი ამ ვერსიას არსებობის უფლება. ისეთ მდგომარეობაში ვართ, ჩემო ინგა, თეორიულად ყველაფერზე მსჯელობა შეიძლება, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მიზანი არ არის მიშასი, გამომდინარე იქიდან, რომ სამწუხაროდ მიშა ამ ნაძირლებმა, ამ მართლა მოღალატეებმა და საქართველოს მტრებმა ჩამოართვეს საქართველოს მოქალაქეობა, საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელ მესამე პრეზიდენტს მოქალაქეობა და პარტიის წევრობის უფლებაც კი არა აქვს, არათუ თავმჯდომარეობის. ახლა მიშა რომ საქართველოს მოქალაქე იყოს, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს რო იტყვიან ამდენი ამბავი არ გვექნებოდა, ხო? გამოკვეთილი იქნებოდა ლიდერი და ადრეც მიშა იქნებოდა თავმჯდომარე და ეხლაც გადავირჩევდით მიშას. ბუნებრივია. ეგ 2-2-4-4-ია, ხო? მაგრამ მას უნდა რომ კონდეს ამ ვითარებაში, მით უმეტეს ციხეში არის, რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა რომ კონდეს კონტაქტი ადამიანებთან და რა ვიცი, აჟიოტაჟი ატყდა და ბევრმა ვერ გაიგო. ზოგმა შეიძლება ჩვენმა ვერ ახსნა კარგად და ამიტომ ეს კითხვები დარჩა. ამ რეფორმატორთასაც თქვენ გაიგეთ, რა ვიცი, თქვენ სტატუსებს რომ კითხულობდით, ცოტა განცდა დამჩა, რომ დიდად არ მოგწონთ ის, რაც ბოლო პერიოდში პარტიაში ან პარტიასთან დაკავშირებით. რაც არ მომწონს, ის დავწერე და იმაზე თუ მექნება საშუალება, მას ვიტყვი, რაც არ მომწონს, ერთადერთი არ მომწონს, დაყოფა, რომ თქვათ ამ ბრძოლას, რომელშიც ვართ, ახალგაზრდა ჭირდება თუ უფროსი თაობა ჭირდება, ყველა ჭირდება. ხო და ეგ საბჭო თავისთავად დაყოფაზე არა, მაგაშია საქმე. ანუ მიხეილ სააკაშვილს არა აქვს უფლება, რომ მან თხოვოს საზოგადოებას ამ შემთხვევაში ძალიან კარგ ადამიანს, აქტივისტს, რომელიც ჯერ არ არის თქვა ჩვენი წევრი, მაგრამ ჩვენ ორბიტაზე იყო, მუდმივად მიშას ორბიტაზე იყო ნანუკა ჟორჟოლიანს, რომელსაც ამდენი ადამიანი ენდობა, ფულს აძლევს, იმიტომ რომ მან თვითონ მერე უამრავი სიკეთე გააკეთოს და რამდენი სიკეთე გაუკეთებია ასეთი ტიპის ადამიანს, აქტიურს, პატრიოტს, ხო? თხოვოს, რომ მოდი შენ გაქვს მოდება ძალიან ბევრ ადამიანთან, მათ შორის არ არის აუცილებელი გინდა თუ არა ნაციონალური მოძრაობის წევრები იყვნენ, შეიძლება მხარდამჭერები იყვნენ და მოდი აი ესეთი ადამიანებისგან მოვისმინოთ წინადადებები, როგორ განვაახლოთ ნაციონალური მოძრაობა და როგორ შთავბეროთ მეტი ენერგია და მეტი სული. რა არის ამაში ცუდი? მაგრამ რაც არ მომწონს, მე ვთქვი კიდევაც და ეს არის ძალიან კარგი. ანუ ნანუკაც ძალიან კარგია, ნანუკას გუნდის მოსვლაც ძალიან კარგია, ამ საქმეში ნანუკას ჩართვა ძალიან კარგია და ამ საბჭოს შექმნა ძალიან კარგია, რომელიც არ არის პარტიული სტრუქტურა. რა ამერე მიშას არ აქვს ამის უფლება, რომ ვიღაცას ჩვენ გულშემატკივრებს თხოვოს აზრი გამოხატონ პარტიის რეფორმირებასთან დაკავშირებით, ეს აბსოლუტურად ნორმალურია. იმ დროს, როცა პარტია თავის საქმეს აკეთებს და ყრილობა გვაქვს და ხელმძღვანელი ორგანოების ხელახლა ან უნდა გადავირჩიოთ, ან უნდა დავტოვოთ, როგორც იქნება რა, რაღაცა ცვლილებას ვახდენთ, როგორც მოგეხსენებათ, თქვა, თავმჯდომარე ერთი აღარ იქნება და კოლექტიური სტრუქტურა იქნება, რომელიც გაიზარდა. ანუ აღარ იყვება ფორმალურად კანონმდებლობიდან გამომდინარე ხელის მომწერი ადამიანი იქნება, მაგრამ ჩვენ ასე ვირჩევთ, ასე თქვა, სტრუქტურას, რომ
რომ იმ თავმჯდომარის ახალი სტრუქტურა გექნება და პარტიას აღარ ეყოლება თავმჯდომარე. ხო, აი იმ გაგებით, როგორც იყო ადრე, აი ხა მაგალითად რომელიც არის თინა, რომელსაც მადლობას ვუხდით ყველანი თავისი შრომისათვის და ბრძოლისათვის და რაც შეეძლო გააკეთა, აი ნაცვლად ერთი ადამიანისა იქნება რამოდენიმე ადამიანი ხა აი გარუც რამდენი იქნება 5 იქნება. ანუ თინამ როდესაც თქვა მათ შორის ჩემთან ინტერვიუში რომ მისი ინფორმაციით თავმჯდომარე საერთოდ აღარ ეყოლება ნაციონალურ მოძრაობას, ეს აცია ეს. კი, როგორც თქვა თინა მეგრეა, ანუ ეს არის ის ძირითადი აზრი მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილის, რაც არის ამ წუთას აი ძირითად განხილვაში, რო იტყვიან ახლა თორე ყველას აქვს უფლება სხვა ალტერნატივა წამოაყენოს ყრილობაზე და ყრილობამ შეიძლება სხვა გადაწყვეტილება მიიღოს, ხო? ანუ ყველაფერს წყვეტს საბოლოო ჯამში ყრილობა. ხო და მე ერთადერთი რაც შენიშვნაც მაქვს, თქვა აქვე ვიტყვი, ხო? ანუ მაგალითად ახლა ამ საბჭოში, ხო, არ ვიცი, ახლა ხუხაშვილს რა უნდა? ხუხაშვილმა განაცხადა, რომ შემომთავაზეს საბჭოში ყოფნაო. ახლა საბჭოში ჩემი აზრით ხუხაშვილი კი არ უნდა იყოს, რომელსაც არაფერს არ ვერჩი ისე როგორც მოქალაქეს, მაგრამ ის ხო არ არის ჩვენი გულშემატკივარი. ხუხაშვილი მე და ნანუკამ ისიც ახსენა, რა ქვია, გახარიას წევრებიც, პარტიის წევრები შეიძლება იყვნენ ამ საბჭოშიო. ისინი არ არიან ჩვენი მოკეთეები, პოლიტიკური მოკეთეები. ეს ხო ქველმოქმედება არ არის, რომ ყველაზე გადანაწილდეს. როცა ქველმოქმედებას ჩადიხარ, ეს გასაგებია. ექიმი როცა ხარ, ხო, იქ ხო არ ეკითხები ნაციონალი ხარ, გახარია ხარ თუ ქოცი ხარო. ექიმი რო ხარ, ყველას კურნალობ. ნანუკაც ესევე, როგორც კეთილშობილი ადამიანი, ქველმოქმედებას არ ჩადის პარტიული მიხედვით და ამ გაგებით, ამ ფილოსოფიით სწორია იმ თავის საქმეში. მაგრამ პარტიულ საქმეს როცა აკეთებ, აქ უკვე ეგრე აღარ არის. თუ ის ჩემი კეთილის მსურველი არ არის, მე კარგ რეფორმას როგორ დამიწერს? ანუ ჩემზე კარგ რეფორმას დაწერს ხუხაშვილი ნაციონალური მოძრაობისთვის? ან გახარიას რაც არ უნდა ტვინიკოსი პარტიის წევრი იყოს, ჩემზე კარგს დაწერს, ან რა ვიცი, ბადრი ბასიშვილი ახსენა, ან პეტრე ცისკარიშვილი ვახსენეთ და ან თინა ბოკუჩავა თუ ან ლევან ბეჟაშვილი თუ გიორგი ბოტკოველზე უკეთეს დაწერს, ან ჩვენი ახალგაზრდები რო ვახსენოთ? ხო გამორიცხულია, ხო? ამიტომ ამ ამბავში ნამდვილად შეცდომას უშვებს, ხო? ანუ მე ხო, მაგრამ ეს სააკაშვილთან გავლილი და არ არის დარწმუნებული, არა, როგორ? თვით ინიციატივით ისაუბრებს რაიმე ამ გეგმაზე საბჭოს. რავი, არა, ბევრ რაღაცაზე ისაუბრა თვით ინიციატივით, მაგალითად არ იცოდა რომ ჩვენ ბევრ რაღაცაზე ეგ ეტყვით ახლა მაგალითად არ იცოდა რატო შევედით ალიანსში და რომ ეს მიშას საბოლოო სიტყვა მიშას ეკუთვნოდა და არ იცოდა რომ დღესაც რო ვართ ალიანსში საბოლოო სიტყვა მიშას ეკუთვნის. ეს არ იცოდა. სააკაშვილის სურვილია რომ დღემდე დარჩეთ ალიანსში, სადაც აღარ გადის ნაციონალური მოძრაობა. იმიტომ რომ თქვენ ხო კარგად იცით რომ ნაციონალურ მოძრაობაში შესვლამდეც იყო განსხვავებული ხო და მაგას ვამბობ თუ და მიშას აზრმა გადაწონა თქო და ეს არ იცოდა ნანუკა. ხო, მაგრამ ეხა რასაც ნანუკა ანონსებს რა გეგმებზეც საუბრობს, ეს ხომ სააკაშვილთან არის გავლილი, ანუ ახალი ხალხი, ახალი სახეები, მათ შორის არა მხოლოდ მაგალითი მომყავს, რომ ყველაფერი როგორც ჩანს არ არის. როგორც ჩანს არ არის, იმიტომ რომ არ იცის, ხო? აი შეურაცხყოფა მიაყენა პარტიას, რომ აი ესე იგი თავმოყარე პარტია აქამდე არ იქნებოდა ამ თავმოყარეობის მქონე პარტია აქამდე არ იქნებოდა ამ ალიანსშიო, ანუ რა გამოდის, რომ ჩვენ უთამოყაროები ვართ, ვინცა ვართ, თავის მიშას თამადობით? ხო? თქვენ შეურაცხყოფათ აღიქვით ეს სიტყვები და ნაწყენი ხართ ეხა ნანუკას. არა, რას ქვია ნაწყენი? როგორ ადამიანები ნაწყენი და გაბრაზებული მე ვარ ივანიშვილზე. მე ვლაპარაკობ ღიად, რაც შეცდომა დაუშვა და არ მინდა რომ ჩემმა მოყვარემ და მოკეთემ, რომელიც მოდის ჩემ პარტიაში, შეცდომა დაუშვას და როგორ შეიძლება აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი ამას, რომ როგორ შეიძლება მე არ მიხაროდეს ასეთი ადამიანის ჩვენთან მოსვლა, რომ სად მოდის? ჩვენთან მინისტრის კაბინეტში მოდის და გვერდზე სავარძელს მიდგამს, ხელფასში მეცილება, თუ მანქანაში მიჯდება და არა, იქით წადი და აქეთ წამოდის მეუნება. არა, მოდის იქ იმ ბრძოლის ველზე, სადაც დგას მიხეილ სააკაშვილი, სადაც უდგავართ 14 წელიწადია გვერდზე და სადაც მოდის ტყვიები, ქვები, ტალახი, ცილისწამება, უბედურება, ხო? დაჭერები და ყველაფერი ეს რეპრესიები. და ამ ბრძოლის ველზე ვიღაცა მოდის ჩემთან, მეუნება რომ გვერდზე უნდა დაგიდგე და გინდა მეუნება რომ წინ უნდა დაგიდგე და მე უკმაყოფილო ვიქნები და გაბრაზებული ვიქნები. როგორ შეიძლება ეს, ანუ ეგ ტვინ მოგრეცილი უნდა იყო ადამიანი, რომ არ გაგიხარდეს ნებისმიერი კარგი ადამიანი, როგორც არის, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ნანუკასნაირი კარგი ადამიანი და პატრიოტი ადამიანი, რომ არ გაგიხარდეს, რომ ის მოდის შენთან, მაგრამ როცა რაღაცას აკეთებს, უკვე არასხვა იმ სფეროში, რომელშიც ძალიან მაგარია, მაგრამ პოლიტიკურ სფეროში, იქ რაღაცას რომ ისე ვერ გააკეთებს,
ვიტყვით საჯაროდ რა თქვენს ეთერში მიშას რაღაცაში ვეთანხმები არ ვეთანხმები არ მისაუბრია? კი, ბევრჯერ გისაუბრეთ. ხო, ანუ მოყვარეს პირში, აბა რითი განსხვავდება მიშას შექმნილი ნაციონალური მოძრაობა ბიძინა ივანიშვილის მონების ბანდისაგან? იმით განსხვავდება, რომ ჩვენ აქ თავისუფალი ადამიანები ვართ. მიშა ლაპარაკობდა, მე რითი ვაბამ ამ ხალხსო? ფულით, თანამდებობით, ავტორიტეტით. იმიტომ რომ ჩვენ პატივცემთ მას როგორც იმ ადამიანს, რომელმაც თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობა შექმნა და რომელიც ჩვენ თავრობაში პრეზიდენტი რო იყო, მაშინაც კი გვეკამათებოდა მთავრობის წევრებს და ვკამათობდით და ისე ვიღებდით გადაწყვეტილებებს და ახლა მით უმეტეს. ანუ გიორგი, როგორც ტოლდას წორს ისე ელაპარაკება ყველას, რიგით ადამიანს ელაპარაკება როგორც ტოლდას წორს და მით უმეტეს მისი გუნდის აქტიურ წევრებს და ამიტომ როცა რაღაცა ისეთი არ ხდება, ვამბობთ, რომ რა არ მოგწონს. ასევე რა თქმა უნდა არ მომწონს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ხო, რომ გაყოფა იყოს და რატომღაც ნანუკამ ესე მონათლა, რომ თითქოს აი ახალგაზრდის მოსვლა ან ვინმეს მოსვლა არ გვიხარია. ხო კიდევ ერთხელ ვამბობ, ავადმყოფი უნდა იყო, რომ არ გაგიხარდეს. მე უბრალოდ იმას ვამბობ, რომ ამ ბრძოლაში, როცა ტყვია მოდის, როცა აგური მოდის, ქვა მოდის, მუშტი მოდის, ტალახი მოდის, ცილისწამება მოდის, როგორ შეიძლება რომ ვინმე გაყო და არ გინდოდეს უფროსი თაობის გამოცდილი ადამიანები ამ ბრძოლაში გამობრძმედილი ადამიანები, ეს იყო ერთ-ერთი ჩემი შენიშვნა და ეს იწყინა ნანუკამ და გააფორმა სამწუხაროდ შენს ეთერში ისე რომ თითქოს მე ვარ ახალგაზრდების და ახალი ხალხის მოყვანის წინააღმდეგი. ეს აბსოლუტურად არასწორია და ძალიან გული დამწყდა რომ ესე მოატრიალა ეს მე შეეცადეთ რომ გასაუბრებოდით და დაკონტაქტებოდით. არ ვიცი მე გული რომ პოსტიც დავწერე, აი ბადრი ბასიშვილი მოყავდა. არა, პირადად თუ გქონდათ არა, მე არა, ბადრი ბასიშვილი მოყავდა მაგალითად. და ნახეთ ბადრი ბასიშვილის პოსტზე მე კომენტარი გავაკეთე, მე ბადრი ხო, არა, მასე ვეღარ მიუყვები. ხო, არა, მე გიყვებით ამ Facebook კომენტარების დონეზე. მე მაგითო გიყვებით, ხო? ყველაფერს ხო ვერ ადევნებ თუ ხო, არა, მაინტერესებს რამე შეხვედრა. აი მინდა რომ გითხრათ რომ ბადრის რო იმოწმებდა ასე თქვათ, ხო? მე და ბადრი ზუსტად ერთნაირად ფიქრობთ. ზუსტად 100%-ით ერთნაირად ფიქრობ და არა მარტო მე და ბადრი. აი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს შემადგენლობა არის 120 კაცი. აი ჩვენ გვაქვს პოლიტსაბჭოს ჩატი. ხო ამას ვერ ამოვიღებ და ვერ განახებ, მაგრამ ხო არავინ ტყუილის უფლებას არ მომცემს. ჩავწერე ის ჩემი ჩატი და ვიკითხე ვინმე ხო არ არის, ვინც სხვანაირად ფიქრობს თქო. ეს ეთერის დროს, როცა ჩვენთან საუბრობთ, ნანუკა. ეთერის შემდეგ. ხო, ანუ ინტერვიუ როცა. ხო, იმიტომ რომ რახან ეგრე დააყენა საკითხი რომ ეს ერთი გიორგი ბარამიძე არისო. არ არის ეგრე. და რა გიპასუხეთ? ყველა ნორმალურია არც ერთი არ არის ამ აზრისგან განსხვავებული და მოწინააღმდეგე. როგორ შეიძლება რომ განსხვავებული და მოწინააღმდეგე გქონდეს რამე, რომ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ. რა ვიცი, ყველა საქმეში ფასდება გამოცდილი და მწოდნე ადამიანი და საქმეში გამობრძმედილი ადამიანი და მანდამაინც პოლიტიკაში არ ფასდება? კარგით, გიორგი, კიდევ ერთი ანუ ხო წარმოგიდგენე ხო, მაგრამ ერთადერთი ამას ვამბობ, რომ ეგ არ არის ახალგაზრდობა, არც რაღაცა სხვა პროფესიის ქონა, ეს არ არის რაღაცა პროფესია. ეს არის შენ უნდა მით უმეტეს ამ ბრძოლაში რომ ვიღაცა გიერთდება, შენ იმას უნდა ენდობოდე. არა აქვს მნიშვნელობა რომელი ასაკის არის, ხო უნდა ენდობოდე. ხო თუ გამოცდილი არ აყავს ამ ბრძოლაში, როგორ შეიძლება რაღაცა მართვა ჩააბარო რაღაცის? ხო, რამდენჯერ ჩავაბარეთ? აი მოდი დავიწყოთ ახლა. მიხეილ სააკაშვილმა რამდენჯერ ჩააბარა ეს ენდო? 2016 წელს ხო ჩააბარა და ენდო გიგა ბოკერიას და სად არიან ისინი? სად წავიდნენ მერე? 2020 წელში ნიკამელიას ხო ჩააბარა და გუნდი ხო მოიყვანა ნიკამელია მათ შორის ახალგაზრდობის. სად არიან ისინი? გეკითხებით. გეკითხებით. არ ვიცი მე ვიტყვი. ეხლა 2024-ში ვინც იყო ძალიან ბევრი იმ ჩვენ სიაში. ნუ არ ეთანხმებოდნენ ალბათ ეს ადამიანები მერე მიღებულ გადაწყვეტილებებს და ძველები იყვნენ თუ ახლები იყვნენ, წავიდნენ დატოვეს ნაციონალური მოძრაობა. არ ვიცი ეს პარლამენტში რო არ შევედით ისა. ხო და სად არიან? რახან ადამიანი მიდის გუნდიდან, ესე იგი არ ეთანხმება ის. არა, და მისი ლიდერი მოთხოვნებს. სხვადასხვას ვაკეთებ. ესე იგი ის ადამიანი გულწრფელად არ იყო ამ გუნდში მოსული, ესე იგი თანამდებობისთვის იყო, ესე იგი პარლამენტში მოხვედრის გამო იყო და ეგ მერკანტილური ამბავი ამოძრავებდა. და ვინც არც პარლამენტის წევრობაზე დახამდა, არც ქოცებისგან შემოთავაზებულ ქთამს დახარბდა, არც გატყდა, არ შეუშინდა ცილისწამებას, ტალახის როლას, ხო, ისინი დარჩნენ. მე არ ვამბობ, რომ ვინც გავიდა, ყველა ცუდია.
და მაგას ღმერთმა დამიფაროს. მაგალითად, ვინც თქვათ იგივე დღეს ახლებში არიან ან სხვა პარტიაში არიან, ძალიან ბევრი კეთილშობილი ადამიანია, ის იმათი საკმაო ნაწილი პოლიტიკური რაღაცა შეხედულების გამო გავიდნენ. მე მაგას არ ვლაპარაკობ, ღმერთმა დამიფაროს, ძალიან ბევრი ჩემი მეგობარია. მაგალითად ახლებშიც, ევროპულ საქართველოში, მაგალითად გიგი წერეთელი და ესეთი ადამიანები. რაზეა ლაპარაკი? აკო მინაშვილი, გიორგი პატარაია, ბოცო ციკლაური, როგორ ზურა მელიქიშვილი, როგორ ვიტყვი რაღაც გადაბრუნებულს. ღმერთმა დამიფაროს. ყველაზე კი არ ვლაპარაკობ, მაგრამ იმ ბევრზე ვლაპარაკობ. ის ბევრი საკმარისია ამათი გამოკლებით. ხო? აქედან გამომდინარე, რა ჩვენ არა გვაქვს იმის უფლება, რომ კითხვა დავსვათ. არის ანდო კი ეს ადამიანი, რომ რაღაცა ჩავაბარო? რომელი ადამიანი? ჯერ არც ვიცით ვინ მოდის ნანუკა? ნანუკასთან ერთად ვინც მოდის. ხო უნდა ვიცოდეთ, გითხრათ ნანუკამ? არ ჩვენთვის არ უთქვია ჯერ. მაგაშია საქმე და ესე ბრმათ როგორ შეიძლება რაღაცას ენდო, ხო? მე ნანუკას ბრმათ ვანდობ ჩემს სიცოცხლეს. მართლა. ღმერთი რჯული. ბრმათ ვანდობ ჩემს სიცოცხლეს. მაგრამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებები შეიძლება არ ვანდო. ახლა მაგალითად ხუხაშვილის მოწვევას ამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამ რეფორმატორთა საბჭოში აბსოლუტურად ვერაფრით ვერ ხსნი. ვერაფრით ვერ ხსნი. ეს ხუხაშვილი მე არ ვიცი თუ თქვა შესაბამისი უნდა იყოს. კარგი, გიორგი და ერთ კითხვასაც დაგისვა და მეორე კიდევ ერთხელ ამ ეს თემა რო დავხუროთ რა. და აი ამ გაყოფასაც ვერანაირად ვერ მივიღებ. ამ ბრძოლაში კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ტყვიების, ქვების, აგურების, ლოდების ტალახის, ცილისწამების სროლაში, ამ ბრძოლაში მიხეილ სააკაშვილის გვერდით, ხო, ყველა ვართ საჭირო. მე ჩემთაზე კი არ ვლაპარაკობ. ის ბადრი ბასიშვილია საჭირო, ის პეტრე ცისკარიშვილია საჭირო, ძველი ვეტერანებს რაც დაარქვეს ახლა. ის გიორგი ბოტკოველია საჭირო. ის თითოეული ჩვენი რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა საჭირო. რა ქვია, ბონდო თევდორაძე ახსენა ნანუკა. რა თქმა უნდა, ყველანი და ის ახალგაზრდები. რა ჩვენ ახალგაზრდების მოყვანის და დაწინაურების და წახალისების პრობლემა გვაქვს? აი ხა ერთ წუთში ჩამოვთვლი უბრალოდ რა, აი კიდევ ერთხელ აი იმის გამაბათილებლად რომ არათუ წინააღმდეგი ვართ. ამით ვიყავით მთელი ეს პერიოდი დაკავებული მიშას თამადობით. ლევან სანიკიძე ვინ არის? ახალგაზრდა არ არის? რა თანამდებობა აქვს? ჩემზე დიდი თანამდებობა აქვს პარტიაში, თავმჯდომარის მოადგილეა. ჯერ შორს რატო წავიდა? თიკა რა, ის არის ვეტერანია, ახალმოსულია ისე ჩვენ პარტიაში. თვითონ თიკა. პირველი მოადგილე პარტიის თავმჯდომარის. კარგი. იგორ ნარმანია, შესანიშნავი ახალგაზრდა. ახალგაზრდა არ არის? როგორ მოხვდნენ ესენი ან თავმჯდომარეთ, ან ჩემზე უფრო წინ? თუ რამე აი ამ სისულელე ტერმინს ვიხმართ რა თანამდებობები რა თანამდებობა რა უფრო მეტი აგური ვისაც მოხდება ის უფრო მაღალ თანამდებობაზეა ხო? პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მისი მოადგილე ახალგაზრდა ადამიანი თათია ნიკოლაიშვილი გენერალური მდივნის მოადგილე გიგი გიგიტელაშვილი თუ ის რა ქვია გენერალური მდივნის მეორე მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი შესანიშნავი ხო მაგრამ ამაზე თვითონ სააკაშვილი წერდა გიორგი თავის პოსტში და ეგებს სააკაშვილთან გაიაროთ ეგ თემები იმიტომ რომ ნანუკა იმას შლიდა რაზეც მიშა სააკაშვილი არა ამიტომ ამბობ რომ არ არის ესე რომ ნანუკა რასაც ლაპარაკობს მიხეილ სააკაშვილი ლაპარაკობს როგორმე მიხეილ სააკაშვილს აქვს თავისი პირი და იტყვის და თავის საშუალება რომ რასაც ფიქრობს დაწეროს კიდევ ერთხელ ვამბობ მიხეილ სააკაშვილი არ არის არავის დაყოფის მომხრე და ყველა უნდა პარტიაში უფროსიც, ახალგაზრდაც, ქალიც და კაციც. და ამას ვამბობ, ეს არის ჩემი შენიშვნა. არ მაქვს უფლება რომ შენიშვნა გავაკეთო? უფლება ყველაფერს. ახალმოსულ ადამიანთან, რომელიც ჯერ პარტიაში არ გაწევრიანება. სხვათა შორის მოუწოდებ ნანუკას, რახან აღმასრულებელი მდივანია ნაციონალური მოძრაობის რეფორმატორთა ჯგუფისა, პარტიაში ახლავე გაწევრიანდეს, რას ელოდება? აი ეს კითხვა არ დაგებადათ ვინმეს? მან თქვა რომ არ გამოურიცხავ რომ ქვების შემდეგ მივიღოს გადაწყვეტილება და თავმჯდომარედ ვიყარო თუ იმ სტრუქტურას ხელმძღვანელობ რომელმაც უნდა ნაციონალური მოძრაობის რეფორმა დაწეროს ის ნაციონალურ მოძრაობაში არ უნდა იყო რაღაცა პირობებით უნდა შემოხვიდე პარტიაში მე რომ ეხლა სულ აი საერთოდ მიხეილ სააკაშვილი გამოვიდეს და თქვას რომ აი გიორგი ბარამიძე რას ლაპარაკობს სისულელეებს და საერთოდ გაიწიოს თვალით არ დამენახოს მე მაინც ნაციონალური მოძრაობის წევრი ვიქნები კი იმიტომ არა თქვენზე მჯერა რომ ბოლომდე იქ ხო რა ეგრე არის ხო რა ნიკა მელიაზროს ერთ-ერთი რაღაც ფორმალური თანამდებობა მქონდა და სწორედ მაშინაც ჩვენივად თანამშრომლობდა მერე რო ლანძღავდა კეზერაშვილთან
პეტრე ციცკარიშვილი დაანიშნა გენერალურ მდივანმა და მე მოვიდეს და მითხრეს რომ შენ ეხლა ისა თავდაცვის საკითხებში ვიყავი მდივანი და აღარ იქნებიო. ოკეი, მე ვთხარი. რომ ვინმეს გაგიგიათ? სადმე წავედი? გავქრი, გავბრაზდი? რამეში ვარ დარწმუნებული მაგაში ნამდვილად რომ ეგ საუბრები რომ ვინმეს რაღაცის ეშინია რომ გაიწიო, საიდან უნდა გავიწიო? რეალზეროზის ადამიანი და მატარებელმა რომ უნდა გამოგიეროს, იქ რომ ვიღაცა მოვიდეს და ჩაიწიოსო გითხრას. ლიანდაგზე. მადლობა. აი დაახლოებით ეგ არის, ასე რომ აბსურდია, მე მინდა ყველას მოსვლა, ყველა კარგი ადამიანის ნანუკას თამადობით, ყველა კარგი ახალგაზრდის და არა ახალგაზრდის, ყველა პატრიოტის, ვინც ამ ბრძოლაში დაგვიდგება და ბოლომდე იბრძოლებს, არ გაიყიდება, არ შეუშინდება, არ გაიქცევა და სიბინძურას არ გააკეთებს. ზუსტად დამჭა ნახევარი წუთი უკაცრავად გადაცემა იწყება ეხა და უნდა ჩავჯდე. ანუ ეხა რომ შევაჯამოთ თქვენი საუბრიდან გამომდინარე, თქვენი პოზიცია არის ასეთი, რომ ნაციონალური მოძრაობა და ეს საბჭო უნდა გაერთიანდეს და ყველამ ერთად უნდა. აბა როგორ პარტიული არა, მხარდამჭერები უნდა ადამიანები თუ გადახვალთ იმ საბჭოში. არა, მე გარკვევ გადასვლა რაშვაშია. არა, ანუ პარტიას მართავს თავისი სტრუქტურა. ყრილობით დადგენილი. ეს სტრუქტურა არის მიშას ინიციატივით. რეკომენდაციები უნდა მივცეთ. სტრუქტურა არის მიშას ინიციატივით შექმნილი ადამიანებისა, რომლებიც მას მიაწვდიან იმ რეფორმებზე წინადადებებს, რომელიც შემდეგ უნდა დაშენდეს იმ რეფორმებს, რომელიც მიშამ უკვე გაატარა და ამ ყრილობაზე მივიღეთ ორი პრინციპია, ბარემ ვიტყვი. ერთი პრინციპი არის, რომ პირდაპირ ხალხი იყოს ჩართული ტელეფონის მეშვეობით კენჭის ყრაფში და უკვე რაღაცა წრემ კი არა, გინდათ 100 კაცი იყოს, კი არ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები და ყველანაირი გადაწყვეტილებები, მაგალითად ალიანსში შევდივარ, გამოვდივარ და ასე შემდეგ. არამედ ხალხმა უშუალოდ ეს ერთი პირველი გადაწყვეტილება, პირველი ამბავი, პრინციპი და მეორე პრინციპი. ვიყოთ ჩვენ თავზე ფინანსურად დამოკიდებულები, ანუ ჩვენს წევრებზე, ვინც გადაიხდის საწევრო სახით შენატანს, რომ არ ვიყოთ, რაც არ უნდა კარგი ადამიანი იყოს, მარტო 1 და 2 და 3 დიდარ ადამიანზე დამოკიდებული და მე იმას თავისი ინტერესი მოყვება, რაც არ უნდა კარგი იყოს. ამიტომ ორი რამ, ხალხის მართლობა, ჩვენი წევრების მართლობა და ფინანსური დამოუკიდებლობა. აი ამ რეფორმას ახლა ჩვენ ყრილობაზე მივიღებთ, შევიტან წესდებაში და ამის ზემოთ კიდევ უამრავი რამეა გასაკეთებელი და თუ ის რეფორმათა საბჭო მოგვაწვის წინადადებებს, აბა მაგას რა ჯობია? მადლობა გიორგი, მადლობა.